8 დეკემბერია ორშაბათი თქვენ თავისუფალ სივრცეს უყურებთ მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ვახო ხუზმიაშვილი ვარ საღამოშტობის ჩვენ აღარ დავხარჯავთ მილიარდობით დოლარს არასამთავრობო ორგანიზაციების სამრეწველო კომპლექსებზე. რაც ამერიკისთვის მიუღებელია, რატომ არის საქართველოში მოქმედი ოპოზიციისთვის მისაღები? თუ იმ საქართველოში მიმდინარე პროცესების დახმარება სურს, ჩვენი თხოვნა რომ უფრო მეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს იმ განცხადებებს, იმიტომ რომ ჩვენ ვაღიაროთ, რომ ჩვენ წავაგეთ საინფორმაციო ომი ქართულ ოცნებასთან, რასაც დიდწილად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმაც შეუწყოს ხელი. შეერთებული შტატები არის სავსებით ამ შემთხვევაში მართალი, რადგანაც ქვეყანას და მის ხალხს წარმოადგენს მის ხელისუფლება. დღეს თავისუფალ სივრცეში ოპოზიციიდან სოფო ხორგუანი, ხელისუფლებიდან ირაკლი ქადაგიშვილი, საზოგადოებრივი პოზიციით წერალი რეზო მიშველაძე. ხდებით საღამოს ხაზე თავისუფალ სივრცეში. ასე გახარია საქართველოსთან პარლამენტის წევრი სოფო ხორგუანის სტუდიაში მივესალმებით მას საღამოშტობის მადლობა რომ მოხვედით. გაბატონო სოფო, რუბიოს განცხადებით დავიწყოთ შეფასებების თემა გახდა საქართველოში. თქვენ როგორ ფიქრობთ ამერიკის პოზიცია რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს არ უნდა დაეხმაროს შეერთებული შტატები და თუ დახმარება პირდაპირ სახელმწიფოს უნდა დაეხმაროს საქართველოს შემთხვევაში როგორ ფიქრობთ, რამდენად გამართლებული იქნება ეს? მოგესალმებით თქვენს მაყურებელს და მომეცი უფლება დავიწყო სამძიმრით. ესე იგი, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში დაიღუპა ქალი, 5 შვილის დედა, მე-6 შვილი და თვითონ ორივე დაიღუპნენ, მშობიარობას გადაყვა. სოციალურად დაუცველი და 5 შვილი დარჩა ობოლი. ეს ქალი დაიღუპა მოულელობის გამო, უპატრონობის გამო, იმის გამო, რომ იქ ადგილზე შეუძლებელი იყო მისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევა. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში გვაქვს უამრავი ასეთი პრობლემა და მე როგორ გითხრა, პირდაპირ ვლაპარაკობ იმაზე, ჩემთვის დღეს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ის ჩვენს ქვეყანას როგორ მოუვლით და იმ ადამიანებს, იმ ხალხს, ვისაც სჭირდება სახელმწიფოს გვერდით დგომა და სახელმწიფოს მზრუნველობა. აი ამაზე სალაპარაკოთ და ასეთ თემებზე სასაუბროთ, ასეთი თემების მოგვარების გზების საძებნელად შევედი მე პოლიტიკაში და პირდაპირ გეუბნები, გონია და კი არა და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩემი საქმე არის ეს და არა ის თუ როგორ პოლიტიკას აპირებს შტატები სხვადასხვა მიმართულებით. შტატები საკუთარ სახელმწიფოს მიხედავენ, რუბიოც და სხვა დანარჩენებიც მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რაც იქნება შტატებისთვის ყველაზე მისაღები. ჩვენ რას ვაკეთებთ საქართველოში ჩვენი ხალხისთვის, ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. არასამთავრობოები მიიღებენ თუ არა თანხებს, ეს სულ ერთი არის, ანუ? არა, ახლა ეს მე დასკვნა, ასეთი დასკვნა გამოიტანეთ იქიდან, მე ვთქვი რომ მე არა, დასკვნა გამიტანია, სოფო, კითხვას გისვამთ. მე პირდაპირ გელაპარაკებით, გეუბნებით რომ ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვანი არის დღეს იმ ხალხის დაცვა და იმ ხალხის ინტერესების წარმოჩენა და ამ ხალხის ინტერესების გათვალისწინება და მათზე ზრუნვა, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება სახელმწიფო. ეს არის დღეს ჩემი ფუნქცია, პოლიტიკაში შესვლა, პარტიაში შესვლა, იმიტომ გადავწყვიტე, რომ ასეთ თემებზე ვილაპარაკო. ასეთ რთულ ვითარებაში, როცა პარტიაში შედიხარ და პოლიტიკაში შედიხარ იმიტომ, რომ გინდა იზრუნო ხალხზე, საქართველოს ხალხზე. ეს არის ჩემი ინტერესი, ხო და პირდაპირ გელაპარაკებით, ახლა გეუბნებით, რომ პირდაპირ გეუბნებით, რას გადაწყვეტილებას მიიღებს შტატები, საკუთარი ბიუჯეტი, როგორ განკარგოს, ვინ დააფინანსოს და ვინ არ დააფინანსოს, ზუსტად ვიცი, რომ ძალიან
ძალიან კარგად, ძალიან სწორად და ყველაზე სწორად მიიღებენ ყველაზე საჭირო და სწორ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას, რაც შეეხება პოლიტიკას, რაც შეეხება ჟურნალისტებს, ჩვენ ყველამ უნდა ვცადოთ პირველ რიგში საკუთარი ჩვენი ქვეყნის ინტერესები და მოქმედება. აი ეს შემიძლია ამას არ გადავყევით ბოლო რამდენიმე ხანია ქალბატონო სოფო რომ აი ეს ფარაოს კანონი, ის გამჭირვალობის შესახებ კანონი, რომელსაც ოპოზიცია რუსულ კანონად უწოდებდა, რომ ამ კანონით ინგრეოდა ქვეყანა და ამიტომ გეკითხებით მე. პირდაპირ გეუბნებით, არ ვიცი, ქვეყანა რაც შეეხება გამჭვირვალობას, გამჭვირვალობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტად იქნება გამჭვირვალე ყველანაირად იმ ბიუჯეტის ხარჯვა, რომელსაც ჩვენ ყველანი ვავსებთ, მათ შორის ის პენსიონერები, ვისაც მხოლოდ 20 ლარით უზრდიან ახლა ხელფასს და ნებისმიერი მოქალაქე, რა თქმა უნდა, ყველანაირ გამჭვირვალობას მივესალმები, თუ ეს გამჭვირვალობა ნიშნავს ყველაფრის და ყველას გამჭვირვალობას და პირველ რიგში იმ თანხების, რომელიც ჩვენი საქართველოს ფულია, საქართველოს ბიუჯეტის გამჭვირვალობა იქნებოდა, ვეხვეწებით ახლა რომ გავიგოთ რა ხდება რეალურად იმ ხელშეკრულებაში, ვის რჩება მიწა, ვის რავალდებულებები აქვს, იგლჰილსი რომ შემოდის, ჩვენ რომლებიც მივესალმებით ინვესტიციებს, რომლებიც ჭირდება ქვეყანას, მაგრამ ინვესტიცია თვითმიზანი კი არ არის, შესაძლებლობაა და რესურსი ქვეყნის განვითარებისთვის. და მე როცა კითხვები მაქვს, აბა მითხარი, რა ინვესტიციაა, როგორი შედეგები იქნება, მეუბნები პირდაპირ დამასრულებინეთ, არა მხოლოდ ხელშეკრულებას გავაგრძელებ. ეს ერთი თემაა და შენ როცა გამჭვირვალობაზე მელაპარაკები, ეს გამჭვირვალობა მინდა. როდესაც მარტივ მაგალითს მოგიყვან და ეს ირაკლი კობახიძე პრომო ბიჭუნა როგონია კომპანიის და არა ის რომ პასუხისგებელია ყველაფერზე და აი ამას გეტყვით, ამას არ გეტყვით, იმ კომპანიას ასე უნდა. შენ ის კომპანია კი არ არის შენთვის მთავარი ინტერესის წყარო. შენ ხარ, ხალხი არის შენი ძალაუფლების წყარო. გამჭვირვალობაზე რო ვლაპარაკობთ, ახლა გახარიას წინააღმდეგ რო დაიწყეს ორი საქმე. ყველაფერს გრიფი საიდუმლო დაადეს. 20 ივნისთან დაკავშირებით ყველაფერს გრიფი საიდუმლო დაადეს. ჩორჩანასთან დაკავშირებით ყველაფერს გრიფი საიდუმლო დაადეს და ჩორჩანას საქმეზე სხვათა შორის ამ ხელისუფლების გადაწყვეტილებების და განცხადებების შემდეგ გამოგვიცხადა სოსებმა ჩვენი ტერიტორია და აი თემიდან თემაზე გადავიხართ სოფო. თემიდან თემაზე არ გადავი, გამჭვირვალობაზე ვლაპარაკობ. თემიდან თემაზე არ გამჭვირვალობაზე კონკრეტულად პასუხობთ მეც და ეს არის გამჭვირვალობაზე ლაპარაკი. არასამთავრობოებზე გეკითხებით ამ შემთხვევაში. არასამთავრობოებზე მე ხელისუფლების გამჭვირვალობაზეც გკითხავთ. არ არის პრობლემა. უბრალოდ არასამთავრობოები ქვეყანაში დაფინანსდებიან თუ არა ამერიკის შეერთებული შტატებიდან ეს პრობლემა არის თუ არ არის. მაგალითად, იგივე განცხადება ჩვენ მოვისმინეთ არასამთავრობო სექტორისთვის ეს და რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის თუ ისინი დაფინანსდებიან. ახლა თქვენ გინდათ რომ ახლა დავჯდო ვილაპარაკო ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებას მიიღებენ არასამთავრობოები თუ არა, ეს არის ახლა ჩემი მთავარი პრობლემა და ამაზე გინდათ ვილაპარაკო? არ არის ეს პრობლემა. მე გელაპარაკო, გითხარით, მესამეჯერ გავიმეორებ, მაგრამ უკვე ორჯერ გითხარით, მესამეჯერ გაგიმეორებ. შტატები განმეორება ცოდნის დედაა. კარგით, ვიქნებ გაიგოთ მაშინ. კარგით. შტატები როგორ განკარგავს საკუთარ ფულს, მაგალითად, აი გეტყვით ყველაზე ისეთ არ ვიცი, ყველა მიცის 4 პარალელური უწყება არის შტატებში, რომელიც ამოწმებს ფულის მოძრაობას. ან როგორ მიდის გადასახადები, ვის საიდან შემოდის, როგორ ფინანსდება, აი ჩათვალეთ 4 პარალელური ეროვნული ბანკი რო ყავდეს, უფრო ფინანსური მონიტორინგი. 4 პარალელური უწყება არის, ისი ამოწმებენ, აკონტროლებენ საკუთარ ბიუჯეტის ხარჯვას და ჩვენ თუ იცით, მაგალითად, აი ეს ფული აქ რატო უნდა შემოწმოს, როგორ შემოდის მაშინ? ჩვენ როგორ არ მოწმდება, ყველგან არა, ეს კანონი არ არის საჭირო, არსებული კანონები იყო საკმარისი, ამას რაც შეეხება მეტ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, სხვათა შორის ჩვენ პარტიას ჰქონდა წინამოწვევის პარლამენტში კანონპროექტი შეტანილი, სადაც უკვე არსებულ კანონმდებლობაში შესაძლებელი იყო რამდენიმე დამატებითი მუხლის ჩაწერა და ასე უფრო მეტი ინფორმაციის მიღება. ხარას კანონი რას აშავებს სოფო რო გითხრათ? დღესაც გეუბნებით, კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ რეალურად ჩვენ გამჭვირვალობა გვაქვს და ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს
ჩვენთვის არის ვაკონტროლებდეთ თითოეულ თეთრს, ჩვენი ფულის თითოეულ თეთრს. ამერიკელები თავის ფულს მიხედავენ და დაიცავენ. ჩვენ იცით ალბათ, არა, სოფორაზე გეკითხებით, რატომ არა, სხვა რაღაცას გეუბნებით. აქ ხო ხელისუფლების არგუმენტი ის არის, რომ უკონტროლოთ აი ეს არასამთავრობო ორგანიზაციები რევოლუციისთვის იყენებენ ამ თანხებსო. ხო ამა ეს გვესმის ჩვენ ხელისუფლების კი, ბევრი ბოდვა გვესმის ხელისუფლებისგან, ძალიან ბევრი ბოდვა. ანუ ეს ბოდვა არის და ფარასკანონი არ იყო მისაღები. პირდაპირ გელაპარაკებით, ხელისუფლებისგან გვესმის უამრავი ბოდვა და თქვენ თუ გონიათ, ეხლა თქვენ ხომ რა ვიცი, სამოქალაქო საზოგადოებას ხო წარმოადგენთ თქვენ, ხო? თქვენ ხომ თქვენი ინტერესი ხო არის, რომ იყოთ watchdog-ი, ანუ მაკონტროლებელი, ყველაზე მაკონტროლებელი და ხალხის ხმის გამხმოვანებელი. ხა თუ ჩემი არ გჯერათ, აი ავიდეთ, ავიღოთ ხვალ თქვენი კამერა და გავიაროთ ხალხში და ვკითხოთ, რა გაწუხებთ ადამიანებო? და პირველი გეტყვიან, რომ ხელფასები არ გვაქვს, სამსახური არ გვაქვს, ყველაფერი ძვირდება, ყოველდღე ძვირდება, ფასები იზრდება. გახარიას დროს იაფთებოდა ყველაფერი პრემიერ-მინისტრი იყო, გაიაფთა ერთი რამე მითხარით რა გაიაფთა გახარიას დროს. კარგი, გიორგი გახარია 5 წელია აღარ არის. როცა იყო, ვალდებულება ჰქონდა. კითხვა გავიგეთ, ახლა პასუხი შეგვიძლია მომცეთ. გიორგი გახარია 5 წელია აღარ არის პრემიერ-მინისტრი. გიორგი გახარია პრემიერი იყო და იყო პანდემიის პროცესი და იმედი ახლა პანდემიას გიორგი გახარიას ვერ დააბრალებთ. მთელს მსოფლიოში იყო პანდემია. დიახ, და პანდემია ისევ მართეთ ღარიბმა ქვეყანამ, არასისტემურმა ქვეყანამ, რომ მე ხა თქვენ როგორ ფიქრობთ, თქვენ დახმარება მჭირდება სიტყვების დახმარებით? რა გჭირთ? დღეს რაღაც აგრესიულად ხართ. ხო, რა ნიშნავს აგრესიულად ხარ? კითხვებს მეუბნები. კარგი, გეტყვით. აი ხავე გეტყვით მაშინ. ჯერ დავამთავრებ. რაღაც სხვანაირად ხართ დღეს ჩემს მიმართ სამართული და რატომ? მიმართ არა, ახავე გეტყვით რატომ? გეტყვით რატომ? ისმენთ ყურადღება. პირდაპირ გეტყვით. აი ხა გეტყვით როგორ წერილებს ვიღებ ყოველდღე. მე არ ყოფილვარ პოლიტიკაში, როცა შემოვედი პოლიტიკაში, ისედაც რა დავდივარ ხალხში და ხედავ გაჭირვებას, მაგრამ ასეთი მასშტაბები როა გაჭირვების და ამ დროს ხელისუფლება რაღაცა აი რა deep state-ები, გლობალური პარტიები რა წარმოუდგენა. პრობლემა არის, სოციალური პრობლემა, მინამოს რო არ არის. სოციალური პრობლემა არ გახარიას დროს არ იყო პრემიერი რო იყო, ამას გეკითხებით სოფო. შინაგან საქმეთა მინისტრი რო იყო, დანაშაული არ ხდებოდა მაშინ. ეხლა რო ლაპარაკობთ, იმიტომ გეკითხებით. მაშინაც ლაპარაკობდი მე, უკაცრავად. აკრიტიკებდით გიორგი გახარიას. კი, მე ყველას ვაკრიტიკებდი, რა თქმა უნდა. მე სანამ ვიყავი აქტიური მოქალაქე, ყოველთვის სხვათა შორის თქვენგან განსხვავებით, ყოველთვის ვიყავი ოპოზიციაში. ეხლა კიდე ერთი რამ ოპოზიციაში, ჟურნალისტი ვარ. ჟურნალის ევალება იყოს ოპოზიციაში. როდის იყავით ერთი წამით? როდის იყავით? ეხლა თქვენ ერთ-ერთი მხარდამჭერი იყავით ქართული ოცნების და გიორგი გახარიას. ყველაფრის გამართლებას. ხარდაჭერა ნიშნავს მიუთითო. კი, თქვენ ყოველთვის იყავით ხელისუფლების რუპორი, რა თქმა უნდა. ეხლა მე თქვენ წაგიკითხავთ ნებისმიერი ხელისუფლების დროს. გლანის ეკლესია რო დაარბიეს იქ სხვათა შორის. რომელი გლანის ეკლესია უნდა და დაარბია დაახალა იან მანომერაბიშვილმა იქ არ მინახეთ და თქვენი პოზიციაც მახსოვს სხვათა შორის. ხო, ესე იგი, გამარჯობათ ქალბატონო სოფია. მე ვარ მარტოხელა დედა, ვცხოვრობ მიყრუებელ სოფელში და ჩემს შვილს ვარჩენდი სოციალურით და სოციალურ დაუცველთა დასაქმებით. არანაირი, არაფერი სხვა დახმარება არ არსებობს. არც ადგილობრივი რაიონიდან ძალიან გთხოვთ ეს საკითხი დააყენეთ, როგორ ვარჩინოთ დედებმა შვილები. თუ ჩვენ შვილებს სხვისი შვილების ჭამა ეყოფათ, ერთ წაგიკითხავთ კიდევ. და თქვენ მე ვკითხებით, რატო ხარ გაბრაზებულიო? ჩემზე რატო ხარ ის ვერ გავიგე? არა, თქვენზე არ ვარ გაბრაზებული. რუპორი ხარ მე რა უნდა მაკადროს. რა თქმა უნდა, ხა მისვამთ კითხვებს, რომელი კითხვები იმით ნაცვლად, რომ თქვენ და თქვენ ახლა ლაპარაკობთ მოგიგზავნოთ ხოლმე კითხვები თუ რა? არა, წინასწარ არ უნდა გამომიგზავნოთ. თქვენ უნდა დასვათ ის კითხვები, რაც ხალხს ჭირდება. რევიზიას ეკეთეთ ანუ. არა, რევიზიას არა, ის ახლა როგორ არა რევიზია უნდა გავაკეთოთ. პოლიტიკური თანამდებობის პირი და ჟურნალისტ თქვენ ახლა ახდენთ ჩემზე ზეწოლას მაშინ. პოლიტიკური თანამდებობის პირი ხარ და საზოგადოებრივ მაუწყებლში ხართ ახლა. საზოგადოებრივ მაუწყებლობა ეს თქვენი მხრიდან არის ზეწოლა ახლა. ნუ ახლა ჩათვალეთ ზეწოლა. გეუბნებით, მაშინ რა ზეწოლას ახდენთ როგორც პარლამენტის წევრი. ნუ რა ჩათვალეთ ესე. 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანი. ომში მიღებული ტრამვის გამო ვარ პენსიონერი. გაკომისიებული ვარ გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან. წლებია ვითხოვ დახმარებას მთავრობას. არ მაქვს თავშესაფარი. ვარ ღია ცისქვეშ მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად. მაგრამ რეაგირებას არავინ ახდენს. იძულებული ვარ წავიდე ემიგრაციაში. იცით რამდენმა, ეხლა წაგიკითხავთ ასევე სტატისტიკის მონაცემები, რომ არ შემეშალოს და ციფრები მინდა და თქვენ მეუბნებით რატო ხართ გაბრაზებულიო. ეხლა წაგიკითხავთ კიდევ ერთი მინდა რომ ნახოთ და წაგიკითხოთ. ეს არის სტატისტიკის მონაცემები. ჩვენი სახელმწიფო სტატისტიკის მონაცემები. 2064 წელს 11264-მა მოსწავლემ შეწყვიტა
ან შეაჩერა სწავლა. მიმდინარე წელს 24-25 წელს 9024 მოსწავლემ შეწყვიტა. და უმრავლესობა მათგანი იმიტომ, რომ ემიგრაციაში მიდიან ოჯახები. ჩვენ გვაქვს ამ ტიპის პრობლემები. ამ ტიპის პრობლემები გვაქვს და მე მინდა ვილაპარაკო იმ საკითხებზე და იმიტომ შევედი პოლიტიკაში და იმიტომ ვარ პარლამენტის წევრი დღეს და აი ამ ვითარებაში, იმიტომ რომ ასეთ საკითხებზე მინდა ვილაპარაკო. და გელაპარაკებით რომ გეუბნებით, აი ვისაუბროთ, აი როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ მოახერხებს? რატომ არის სერიოზული პრობლემა ის რომ მხოლოდ 20 ლარით იზრდება და 200 ლარით. იცით 600 მილიონი ლარი რო ვერ დახარჯა ხელისუფლება, მიცით ეგ ამბავი? აი 3 კვირა დარჩა წლის ბოლომდე და ეხლა აღმოაჩინოს რომ 600 მილიონი ლარი ვერ დავხარჯეთო და აი ეხლა რაღაცა იქეთ უნაწილებენ, აქეთ უნაწილებენ. სასწრაფო დახმარების მანქანები ვერ იყიდეს. სოფლად სახლის პროგრამაში ფული ვერ დახარჯეს და ეხლა თურმე 60 მილიონით უნდა ვიყიდოთ მანქანები სუს. 600 მილიონი დარჩა. 3 კვირაა დარჩენილი და რო ვეუბნები რომ მოდით მოვძებნოთ ეს ფული, ერთად მოვძებნოთ, მოგეხმარებით რომ ერთად გავუყვეთ ამ ბიუჯეტს რომ ვიპოვოთ 2 მილიარდი ლარი იმისთვის რომ 200 ლარით გაეზარდოს პენსია. და მეუბნებიან რომ შეუძლებელია. მოდით ვილაპარაკოთ იმაზე, მაგალითად გეტყვით რომ 6 აი გვაქვს ინიციატივა და დავაყენეთ ესეთი ინიციატივა. 1000 ლარი რომ იყოს მინიმალური ხელფასი. და მეუბნებიან რომ იცით რა, ბიზნეს გაუჭირდება. ბიზნეს მაშინ, როდესაც მილიონები მიაქვს პარტიაში, კარგია და მესმის რომ შეიძლება გინდოდეს, მაგრამ ისე გავაკეთოთ ეს ყველაფერი რომ თანასწორობა ადამიანებს კონდეთ რაღაცა მინიმალური დაცვის შესაძლებლობა, სოციალური დაცვის. თქვენ მეუბნებით რატო ხართ გაბრაზებული, იმიტომ რომ აი ესეთ წერილებს ვიღებ ყოველ ღამე, ყოველ დღე. ღამეები არ მძინავს მართლა. ძალიან ემოციურად ლაპარაკობ, მაგრამ ეს იცი როგორი ზიმეტვირთია, როგორი რთულია ამის ყოველდღიურად, როცა ადამიანები გეხვეწებიან, ქალბატონო სოფო იქნებ სამსახური მაშოვნეთ იქნებ რაღაცა ყოველ დღე ვიღებ წერილებს რომ ვიღაცას ჯანდაცვის პრობლემა აქვს სერიოზული და სადღაც ფული უნდა შევაგროვოთ რომ რაღაც საზღვარგარეთ წაიყვანონ ბავშვები. დღეს გავიგე ხა ადამიანი დაიღუპა საზღვარგარეთ მარტოობაში წასული, იმიტომ რომ იქ რაღაცა აქ ვერ მიიღო ის ჯანდაცვა რაც მას სჭირდებოდა. ასეთ ამბებს რომ ვიგებ და თქვენ მე მეუბნებით მე იმაზე უნდა ვილაპარაკო აქ რუბიო რა გადაწყვიტა როგორ პარლამენტის წევრი ხართ და აკითხოთ სოფო ანუ კითხეთ და მეც გიპასუხეთ ამაზე კი გეუბნებით რომ გიპასუხოთ სამჯერ შეიძლება რომ დამის სხვა კითხვა და ამისით კითხოთ რამდენიც გინდა მაგრამ რეალურად ეს პრობლემებია, რაზეც უნდა ვილაპარაკოთ. გასაგებია, გავიგე, მოვისმინე თქვენი პოზიცია. თქვენ საუბრობდით ახლა რომ სწავლა შეუწყდათ სტუდენტებს იმის გამო რომ ფინანსები არ ქონდათ. ახლა ხელისუფლების გეგმა არის რომ რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლებლები, უნივერსიტეტები უნდა იყოს უფასო. თქვენ როგორ აფასებთ აი ამ გეგმას? ხო, მე რომ ეკითხები სად იყავი ეკლესიას რო არ ბევდნენ მაშინო და ჩემი პოზიცია გახსოვს, ესე იგი ციხეების კურატორი მინისტრის მოადგილე გივი მიქანაძე მაშინდელი განათლების რეფორმას რო აკეთებს. ერთხელ რომ მოვა თქვენთან იმედი მაქვს მოვა, მაშინ კითხეთ როგორ აფასებდა აი იმ პოზიციას მაშინ როდესაც აი ეს სხვათაშორის ციხეში ბუნტი რომ მოხდა ის იმ პერიოდში იყო და შვებულებაში იყო თურმე. თქვენ აირჩიეთ ეგ გზა სოფო მე არ ვაპირებდი თქვენთან. არც 2004 წელს არ მახსოვხარ ტელევიზიაში რომ შემოგვისწვიდა მიხეილ სააკაშვილის ჯარი სხვათაშორის. კარგით არ გახსოვართ რა გავაკეთო ახლა. თუ არ გახსოვართ ანუ რომ მოდიხარ ჩეტევაზე ცულებული ვარ პასუხი დაგცეთ და ნუ არ გახსოვართ ეს თქვენი პრობლემა არის. ეხლა რაც შეეხება რეფორმას. აი ხა ყველა საინტერესო იყო ჩემთვის ის რომ სკოლებში თანასწორობა გვინდაო და ამიტომ ფორმები უნდა შემოვიღოთო, ფორმებიო. განათლების რეფორმას ფორმებამდე რომ დაიყვანო ბიჭოს. საბჭოთა კი მესმის სხვაგანაც არის და სხვა ქვეყნებშიც არის პრობლემა ის ასეთ ფორმები. მოდი იმით რომ დავიწყოთ რომ ყვება იყოს უფასო სკოლებში, საჯარო სკოლებში იყოს უფასო ყვება. გაცილებით მეტი თანასწორობის შემოტანა შეგიძლია ასე რომ შენ სკოლაში ბავშვი მშვიერი არ გიზის გაკვეთილზე. და ყველაზე საინტერესო კიდევ რომ აი ეს ფორმები თითქოს პრობლემა არ არისო და აი არ ვიცი ხა ბევრს იცნობთ ალბათ თქვენ მარტო შეძლებულ ხალხს ხარ ეკონტაქტებით და აი სკოლა რო იწყება და როგორი მძიმე ტვირთია სკოლა რო უნდა მოამზადოს უნდა რაღაცა ჩანთა უყიდოს ეს უყიდოს რაღაცა და ტანსაცმელი და იცით ხა ფორმებიო მშობლებმა უნდა შეუკერონო და ამაში ფული უნდა დახარჯონო და იცით როგორ არის აი გამოსასვლელი და სკოლაში წასასვლელი ტანსაცმელი ერთი და იგივე აქვს და შენ ხა აიუბნები მშობელს რომ მოდი კიდე ფორმა შეუძინეო
მე არ ვიცი მეორადებში ყიდულობდა რამდენისთვის ამიღია მეორადი თქვენ უბრალოდ არ ვიცი რომ დადიხართ რეგიონებში როგორი საჭიროება არის ეს და ამ დროს რეფორმა მეუბნები რომ ის არის რომ თავარი ამბავი არის ის რომ ფორმები უნდა შემოვიტანო. მოდი შემოიტანე უფასო კვება. და მოდით სასწავლებლებში უფასო რო იქნება ამაზე გეკითხებით. უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა ისედაც უფასოა იმათვის ვინც იღებდა მაღალ ქულებს და მათთვის ისედაც იყო უფასო ვინც იღებდა შესაბამის ქულებს ისედაც იყო მათთვის რა თქმა უნდა მაგრამ შესაბამისად მცირდება უნივერსიტეტები და გამოდის რომ სულ უფრო ნაკლებ ადამიანს ექნება შესაძლებლობა მოხვდეს უნივერსიტეტებში და უფრო დიდი მცირდება აი ნახეთ არ ვიცი ესეთი რეფორმა აქვს რომ რაღაცა სხვადასხვა რამდენიმე უნივერსიტეტი დარჩება რომელიც მიიღებს სახელმწიფოს დაფინანსებას ჩვენ გადავწყვეტ სად იქნება მაგრამ ჯერ თვითონაც არ იციან ხა მიჭირს ამაზე ლაპარაკი იმიტომ რომ კონცეფცია ჯერ ფურცელზე რეალურად არ გვინახავს დეტალებში როგორ აქვს წარმოდგენილი. ჩვენ მარტო მოვისმინეთ ირაკლი ღარიბისა უკაცრავად, ირაკლი კობახიძის პოზიცია როგორ ხედავს და აი ფურცელზეც რაღაც კონცეფცია არის. ჯერ უფრო მეტი დეტალი რო გვეცოდინება, უფრო მეც ვილაპარაკებ, მაგრამ აქამდეც იყო უფასო იმათვის, ვინც რეალურად 100% ვინც იღებდა და იმათვის ვინც ხო, მაგრამ მცირდება და კონკურენცია მეტი იქნება და რეალურად ისევ ის რიცხვი მოქალაქეების იქნებიან უფასო სტუდენტები რაც იყო რეალურად ესეა ციფრებით ეხა მანიპულაცია და მანიპულაცია პროფესორების ხელფასი 10000 ლარი ხო პროფესორების ხელფასი რა თქმა უნდა კარგი 10000 ლარი მაგრამ პროფესორების ოდენობა შემცირდება იმიტომ რომ რეალურად შემცირდება პროფესორების საჭიროება იმდენი პროფესორები პირდაპირ მაგალითად ეხა როცა სწავლობდი 4+2 წელი და როცა ისწავლი 3+1 წელი 4 წელი და 6 წელი განსხვავებული რაოდენობის პროფესორებს მოითხოვს მარტივი მათემატიკა 4 წელს რო ასწავლი და 6 წელს რო ასწავლი სხვა ოდენობის მასწავლებლები გჭირდება იქ სხვა ოდენობის მასწავლებლები გჭირდება პროფესორები გჭირდება შესაბამისად შემცირდება ის ადამიანები პროფესორების რომელსაც ექნება 10000 ლარიანი ხელფასი ასე ჩანს უფრო მეტი დეტალი რო გვეცოდინება უფრო მეც ვილაპარაკებ ესე ძალიან მნიშვნელოვანია ასევე მაგალითად ისიც რომ მაგალითად რამდენიმე უნივერსიტეტში უნდა იყოს ჩვენს მაგალითად იურიდიული სწავლა თუ გინდა აუცილებლად ან ქუთაისში უნდა ისწავლო ან თბილისში უნდა ისწავლო სხვა ქალაქებში ამის შესაძლებლობა არ გექნება აი ბევრი რაღაც ძალიან ბევრი დეტალია რომელთაც ძალიან ბევრი კითხვა მაქვს და დანარჩენი რაც უფრო მეტი ინფორმაცია იქნება მეტი გვეცოდინება მადლობა სოფო ხორგუანს მადლობა თქვენ და ბატონ ირაკლი ხადაგიშვილი შემოგვიერთდა საქართველოს პარლამენტის წევრი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე მადლობა რომ მოხვედით მოდი თქვენთანაც დავიწყებ ამ რეფორმით განათლების რეფორმით რა იცვლება სასიკეთოდ აგერ უსმენთ თქვენს კოლეგას და პრინციპში გააკრიტიკა ეს რეფორმა რომელიც უნდა ჩაატაროს სახელმწიფო დიახ ნუ პირველ რიგში ყველა მთელი ამ 10 წლების განმავლობაში ამბობდა რომ ჩვენ განათლების სისტემას სჭირდება ძირეული და ფუნდამენტალური ცვლილება ხო ამიტომ ამ მოთხოვნას პასუხობს სწორედ ეს რეფორმა. რეფორმა ეხება სასკოლო განათლებას, რეფორმა ეხება პროფესიულ განათლებას, ანუ კოლეჯებს და რეფორმა ეხება უმაღლეს განათლებას. ეს რეფორმა არის ფუნდამენტალური რეფორმა და ცვლილებები ამ შემთხვევაში ეხება როგორც შიგთავს თვითონ რას ვასწავლით და როგორ ვასწავლით და რა თქმა უნდა ეხება იმ მატერიალურ პირობებს და გარემოს, სადაც სტუდენტებმა უნდა ისწავლოს. მიზანი რა არის? მიზანი ის არის, რომ საქართველოში სახელმწიფომ უზრუნველყოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში და სკოლაში იმ ხარისხის ეტაპობრივად განათლების მიწოდება, რაც განაპირობებს სწორედ ხარისხიან განათლებას, ანუ რომ დაამთავრებს სტუდენტი ის შრომის ბაზარზე იყოს მოთხოვნადი კოლეჯის სტუდენტი იქნება თუ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი და ამავდროულად რეფორმა ეხება იმასაც, რომ თვითონ სწავლის ხარისხი იყოს საერთაშორისო ევროპული სტანდარტის შესაბამისი. ანუ ძირითად მოთხოვნილებებს სახელმწიფო უკმაყოფილებდეს როგორც შრომის ბაზარს, ასევე იმ სტუდენტებს, ვინც გადაწყვეტს უმაღლეს თუ პროფესიულ კოლეჯში სწავლებას. და რაც თავარია, განათლების სისტემა უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკის საჭიროებებიდან გამომდინარე სპეციალობების ოპტიმალურად უზრუნველყოფა. ანუ სახელმწიფო სწორედ მაგიტომ ამბობს, რომ მე ტარგეტირდები, ანუ მიზანმიმართულად მე
ვახერხებ ისეთი დისციპლინების, ისეთი პროფესიების მიხედვით გადანაწილებას აქცენტებისა, რასაც დღეს რეალური ეკონომიკა მოითხოვს. აი ხანდახან არის ხოლმე რომ პარადოქსის წინაშე ვდგავართ. არის უკიდურესად დიდი მოთხოვნა სხვადასხვა სპეციალობებზე, ხო, როგორც უმაღლეს დამთავრებულების მიმართულებით სპეციალობაზე, ასევე პროფესიული კოლეჯების მიმართულებით სპეციალობებზე, მაგრამ დეფიციტი არის. ამაზღაურებაც მაღალია, ბაზარზე მოთხოვნადია, მაგრამ მოკლედ შესაბამისი, ასე ვთქვათ, მიწოდება ბაზარზე სპეციალისტების არ ხდება. ამიტომ სახელმწიფო სწორედ ამ მიმართულებით აპირებს, რომ პოლიტიკა განსაზღვროს, რომ ადამიანს, რომელიც ამთავრებს უმაღლეს სასწავლებელს ან პროფესიულ კოლეჯს, მას ჰქონდეს შესაბამისი შრომის ბაზაზე ადეკვატური მოთხოვნის და დასაქმების საშუალება. რაც შეეხება სასკოლო განათლებას, რა თქმა უნდა, აქაც აქცენტი არის გაკეთებული იმაზე, რომ სასკოლო განათლება პასუხობდეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, იმიტომ რომ აუცილებელი არის, რომ ახალგაზრდა მოზარდი იზრდებოდეს, როგორც თავისი ქვეყნის პატრიოტი, როგორც თავის ქვეყნის მოქალაქე, საერთო მსოფლიო ღირებულებით მათ შორის, ასე ვთქვათ, და რა თქმა უნდა, განათლების სისტემამ უნდა უზრუნველყოს, რომ მას შემდგომი ეტაპები განათლებისა, ეს პროფესიული კოლეჯი იქნება თუ უმაღლესი სასწავლებელი, ამისათვის შესაბამისი უნარჩვებები გააჩნდეს. გასაგებია. ასევე მინდა კითხოთ, მოვისმენთ ჩვენ ამერიკის სახელმწიფო და ბოლოს დავამატებ, რომ რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს თან ზდევს ბუნებრივია პროფესორ მასწავლებლების, საშუალო სკოლის პედაგოგების შესაბამისი მატერიალური, სოციალური უზრუნველყოფა. თუმცა ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა ბატონო ირაკლი ამ რეფორმას. დავამთავრებ მაგასაც და რა თქმა უნდა, ყველაფერს ამას სჭირდება თანამედროვე ინფრასტრუქტურა, იმიტომ რომ რა გარემოში ხდება, რა მატერიალურ ბაზაზე ხდება ახალგაზრდის ჩამოყალიბება სკოლასა თუ უმაღლესში, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. კრიტიკოსი რა თქმა უნდა გამოუჩნდება, იმიტომ რომ ზოგი კრიტიკა კრიტიკისთვის სჭირდება, იმიტომ რომ პოლიტიკაში კრიტიკას, ასე ვთქვათ, აი დაუსაბუთებელ კრიტიკასში ხედავს მის პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, ყოფნის გამართლებას. ზოგს აქვს შეიძლება ითქვას ხშირ შემთხვევაში თავისი კერძო ინტერესები, არც ეს არ გამოვრიცხოთ და რეფორმის საერთო ხედვასთან ნაკლებად არის შეხებაში. ზოგს შეიძლება საქმიანი კრიტიკაც აქვს და ამას რა თქმა უნდა შესაბამისი ყურადღება და გათვალისწინება სჭირდება. აი სოფო ხორგუანი, რომელიც ახლა საკმაოდ აღშფოთებული იყო და საკმაოდ ისეთი ეთერი ჰქონდა, პრეტენზიებს გამოთქვამდა იმის გამო, რომ ხელისუფლება არ იცლის ასე სოციალურად დაუცველ მოსახლეობისთვის, რომ ხელისუფლებას არ აინტერესებს, აგერ სოფო ხორგუანი ამბობდა ამას, როგორც ცხოვრობს საქართველოს მოქალაქეები. როდესაც გიორგი გახარია იყო პრემიერ-მინისტრი, ბატონო ირაკლი, მაშინ უფრო მეტად მუშაობდა იგივე საქართველოს მთავრობა ვიდრე დღეს, შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ. იცით რა არის, რომ საერთოდ პოპულიზმსაც თავისი ნიჭი სჭირდება რა, მაგალითად მე მესმის ახლა ემოციურად რო საუბრობს ხალი ყოველთვის რაღაცა სენტიმენტი მეტი წარმოიშვება ხოლმე, მაგრამ თუ ცოტა უფრო ღრმად ჩავხმავდებით, ძალიან შიშველი პოპულიზმი არის, ხო? რა თქმა უნდა, კარგია, რომ 450 ლარი კი არ იყოს პენსია, ან 550-ის კატეგორიების მიხედვით როგორც არის. არამედ იყოს ვთქვათ უფრო მეტი, ორჯერ მეტი. რა შეიძლება მეტი? ხო, რა შეიძლება მეტი. ამას ზღვარი არ აქვს, იმიტომ რაც უფრო მეტია, უფრო მეტი გინდება. მაგრამ ეს ყველაფერი იმაზე კი არ არის დამოკიდებული, რომ ვიღაცას მიზანმიმართულად აინტერესებს, რომ პენსიონერი დაჩაგრული ყავდეს. ხო, ესე არ ხდება რა. ანუ ყველაფერი უნდა იმ ბალანსს ადგენდეს, რა ბალანსითაც ქვეყნის ეკონომიკა იძლევა საშუალებას. თუ ეს ბალანსი დაარღვიე, 2 წლის შემდეგ ჩამოგექცევა ისე ქვეყანა, როგორც მაგალითად ჩვენ რამდენი მაგალითია მსოფლიოში, აი არგენტინის მაგალითი ავიღოთ, ანაგერ საბერძნეთის მაგალითი ავიღოთ, სადაც ბალანსი აი ესე პოპულისტური ლოზუნგების გამო დაარღვიეს, წინასაარჩევნოთ ხმების მოპოვების გამო დაარღვიეს ეს ბალანსები და დღეს ამ ანუ ეს პოპულისტური მოთხოვნა აქვს მარტიას პენსიები გაზარდოს. მეტი პენსია კარგია, მაგრამ როგორ და რანაირად და რა დოზირებით, ამას სჭირდება პროფესიული მიდგომა. დღეს ნახეთ როგორ არის ჩვენი კანონმდებლობით დარეგულირებელი. არ არის ეს დამოკიდებული მთავრობის კეთილნებაზე მარტო. ავტომატურად ხდება ყოველ წელს პენსიის მატება. ანუ ეს რო იტყვიან
პირდაპირ საბიუჯეტო კანონში არის ჭადებული, რომ ყოველწლიურად პენსიების და საჯარო მოხელეების ხელფასები იზრდება, სანამ ეკონომიკის ზრდა არის დინამიური, ამის საშუალება გვეძლება. როცა დოვლათი იმდენი შეიქმნება, რომ შენ შეგეძლება ნახტომისებური გაზარდა რაღაცა, ეს უფრო სწრაფ ეფექტს ატარებს, მაგრამ ამას მუდმივად ვერ გააკეთებ. მეორე, უნდა გავითვალისწინოთ კიდე ბევრი რამ. მაგალითად, ფაქტობრივად პენსიონერებს აქვთ უფასო ჯანდაცვა უზრუნველყოფილი, ხო? ალბათ არის იშვიათი გამონაკლისი ავადმყოფობებისა, სადაც შეიძლება არ მინდა რომ რამე ახლა შეცდომა მომივიდეს, მაგრამ რო იტყვიან გენერალურად უფასო სამედიცინო მხარდაჭერა პენსიონერებისთვის არის უზრუნველყოფილი. მათ შორის სხვადასხვა სოციალური პროგრამებით არიან უზრუნველყოფილი. ახლა მე მას კი არ ვამბობ, რომ კეთილდღეობა არის მიღწეული, მაგრამ ფისკალურად გადმოვიტანოთ. შედარებითია ყველაფერი. რა თქმა უნდა, ფისკალურად გადმოვიტანოთ, აბა, ის სამედიცინო ხარჯები, რასაც სახელმწიფო არა მარტო პენსიონერებისაც, ზოგადად ამ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებით ახორციელებს. იგივე სოციალური დაუცველების მიმართულებითაც, ხო? მაგალითად, ეხლა არავინ აღარ ახსენებს იმას, რომ ჩვენ შევძელით და საბავშვო ბაღებში მაღალი ხარისხის, ამას ხაზს უსვამთ, 4ჯერადი უფასო კვება აქვს ბავშვებს, ხო? ეს ხო ამავდროულად გარდა იმისა, რომ რა თქმა უნდა ჩვენ ბავშვებს ვაძლევთ სათანადო კვებას, არის იმ ოჯახებისათვის ძალიან დიდი სოციალური მხარდაჭერა. შეიძლება ზოგიერთ ოჯახს არ უჭირს, მაგრამ ვისაც უჭირს, იმისთვის არის უზარმაზარი სოციალური მხარდაჭერა. რაც შეეხება ახლა სასკოლო კვებაზე არის ხოლმე აქცენტები გაკეთებული, ხო? აქაც საკითხი ძალიან მასშტაბური არის, იმიტომ რომ ვისაც ჩახედული აქვს და უშუალოდ უმუშავია ამ საკითხზე, მე როგორც გუბერნატორს მიმუშავია სკოლამდელი აღზრდილი დაცვა საბავშვო ბაღებს, რასაც ვეძახით, როგორ მოხდა ეტაპობრივად მიღწევა ამისა, ხო? უზარმაზარი ფული არის ამას ჩადებული. ანუ საბავშვო ბაღებში ისედაც იყო სავალდებულო კვება მეტნაკლებად, ასე თქვა და ეს ტრადიცია ადვილად ადაპტირდა. სკოლებში ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ იყო მხოლოდ ბუფეტის სისტემა, ანუ ელემენტარული კვება იყო იქა. ამიტომ ამას არა მარტო ფინანსური, მატერიალური უზრუნველყოფა ჭირდება, იმიტომ რომ კვების ხარისხი თუ არ იქნება უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისი, ჩათვალეთ, რომ ეს კეთილი სურვილი შემოგვიტრიალდება დიდ ტრაგედიებად. ამიტომ მესმის, რომ ასე თქვათ, მეტი უკეთესია, მაგრამ იმ მეტს სჭირდება სწორად, ასე თქვათ, მიწოდება იმ გაგებით, სწორად მინდა ვიყო გაგებული, რომ ამან არ გამოიწვიოს ისეთი დისბალანსი, რაც საბოლოო ჯამში მთელ რიგ ჩვენზე ბევრად განვითარებულ ქვეყნებში გამოიწვია კოლაფსი. აი ხა საფრანგეთში მაგალითად, ხო, სჭირდება საპენსიო რეფორმა. საპენსიო ასაკი აწიონ, ვეღარ უხდიან პენსიას საფრანგეთში. ხედავთ ჩვენ ხო რა ორი მთავრობის კრიზისი მოყვა. გასაგებია. ბატონო ირაკლი, მარკო რუბიოს განცხადება, რომელიც თბილისში შეფასებების მიზეზი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ უნდა მისცეს ფული არასამთავრობო ორგანიზაციებს და თუ ამერიკას დახმარება უნდა, პირდაპირ სახელმწიფოებს უნდა დაეხმაროს. ამას პარალელურად დაახლოებით 1 კვირის წინ მოვისმინეთ ასევე გაფართოების საკითხებში ევროკომისარის მარტა კოსას განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება გადაუკეტა არასამთავრობო ორგანიზაციებს შემოგზა, რითიც ისინი ფინანსდებოდნენ და ალტერნატიულ გზებს ეძებენ, რომ როგორმე არასამთავრობოებამდე მივიდეს ეს თანხები. ამერიკისა და ევროკავშირის მიდგომები საქართველოსთვის რას ნიშნავს ეს? ჩვენ ხედავთ, რომ რადიკალურად რაღაც განსხვავებული მიდგომებით, ასე ვთქვათ, წარდგენ სამყაროს წინაშე ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი. Prostorეთ ამერიკამ შეცვალა მიდგომები, ევროკავშირი ჯერჯერობით იმ ძველ ამერიკულ მიდგომებს, ასე ვთქვათ, აგრძელებს. აი ამერიკულ მიდგომაზე, ხო, ჩვენ გავეცანით ყველანი მეტნაკლებად ამერიკის უსაფრთხოების სტრატეგიას ახალი რედაქციით, რაც გამოიცა, სადაც იქ ნიშანდობლივი არის ერთი რამ, რომ ისინი თვლიან, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ის კურსი, რომელიც იყო აღებული ამ მსოფლიო ჰეგემონიასთან დაკავშირებით, ამ კურსმა ხშირ შემთხვევაში უკუ ეფექტი მოუტანა ამერიკის შეერთებულ შტატებს
და ის დაფინანსებები მათ შორის დაუბრუნდეთ საკითხს, რომელიც ამ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოიყოფოდა, ხმარდებოდა სხვადასხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას, იქ პოლიტიკური ვითარების გარე, ასე ვთქვათ, აკვეთის სასარგებლოდ შეცვლას, რამაც ანტიამერიკული განწყობები უფრო გაზარდა, ვიდრე ამერიკის, ასე ვთქვათ, მიზნების მიღწევა შეუწყო ხელი და თან პირდაპირ არის იქ აღნიშნული, რომ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, თან მართავდა იქ ჩანერგილი თუ იქ მოქმედი დაზვერვის თანამშრომლები და ოფიცრები. ამიტომ ამერიკელებმა თქვეს, რომ ეს გზა არის არაეფექტური და ეხლა სხვა მიმართულებით უნდა მოახდინოთ ამერიკის დომინირება. ისინი ამერიკის როლის შემცირებაზე კი არ ლაპარაკობენ, ლაპარაკობენ, რომ ამერიკის დომინირებისათვის კარგი იქნება ჩვენ თუ მივცემთ ქვეყნებს სუვერენული განვითარების საშუალებას და ამ კუთხით დაუდგებით და ამ კუთხით გვექნება მათთან სავაჭრო თუ სხვა სახის ურთიერთობა, ეს უფრო მიგვაღწევინებს ჩვენ იმ მიზანს, რასაც ქვია, რომ ამერიკა ისევ ლიდერი ქვეყანა იყოს და თქვა საქართველოსთვის ამერიკა იყოს სწორედ მიზიდულობის ქვეყანა და არა ის, რომ მე შე რევოლუციას მოგეწყობ ფერადს და საბოლოო ჯამში ამ ფერადი რევოლუციის შედეგად მე ვიღებთ უბედურებას ფაქტობრივად ყველა სადაც მოხდა ფერადი რევოლუცია, მოყვა იმ ფერად რევოლუციას შიდა დაპირისპირება, მოყვა გარე აგრესიები, იმიტომ რომ ეს ყველაფერი კეთდებოდა თქვა ჩვენთან უკრაინაში, იმიტომ რომ რუსეთის წინააღმდეგ გარკვეული ასე თქვა აგრესიული პოლიტიკა უფრო გაგვეძლიერებინა, შედეგად რასაც ვიღებდით, ჩვენც ვნახეთ და უკრაინის მაგალითსაც უყურებთ. ხლა რა შეეხება მარტაკოს და აი ამ განცხადებას, ხო? ერთი რამე არის, აი თვითონ ვერ გრძნობენ ამ განცხადებაში, მოკლედ როგორ გითხრათ, აი თავარ სისუსტეს რა. ევროკავშირი ამბობს, რომ შემოვლით გზებს ვეძებს არასამთავრობო ორგანიზაციის დასაფინანსებლად. ანუ ეს უკვე ევროპული, ასე ვთქვათ, ტერმინოლოგიისთვის ნონსენსი გახადეს ჩვეულებრივ ენად და არც ვერც გძნობენ რას აკეთებენ და რატომ უნდა ეძებო შემოვლითი გზები, როცა არსებობს ოფიციალური გზები. ანუ ეს ნიშნავს, რომ თაღლითურ სქემას ვეძებთ, ხო? ანუ თაღლითურ სქემას ვეძებთ თაღლითური საქმის გასაკეთებლად, თორე და არსებობს ოფიციალური გზა. უბრალოდ ეს ოფიციალური გზა ნიშნავს იმას, რომ ყველას ეცოდინება შენ ფული ვის მიეცი და რა ბიზნესისთვის მიეცი. განსხვავება ეს არის. და ფარული გზა ის არის, რომ ფული ვის მიეცი და რა ბიზნესისთვის მიეცი, არის ფარული. და ვიღაცამ უნდა გამოიძიოს და მიაყლიოს და საიდანღაც რო იტყვიან ამოთხაროს შენი დაფინანსების მიზნები და წყაროები და ადრესატები. ანუ განსხვავებას ხედავთ, ხო? და ასევე მინდა გითხოთ, იქ ჰილსთან დაკავშირებით გუშინაც იყო იმის კონსერვატორები ალტინფოს საპროტესტო აქცია და აი ამ თემაზე ჩვენ ხედავთ, რომ თითქოს ერთ დროს დაპირისპირებული ეს ოპოზიცია, ალტინფო, ნაციონალური მოძრაობა სხვები ერთად გიტევენ, რა ხდება აქ? მარტივად არის საქმე. ნახეთ, რევოლუცია რო არ გამოდის, რამოდენიმე მიზეზი აქვს ამას რა. ერთი ის არის, რომ ტყუილზე დაფუძნებული არის ის, ასე ვთქვათ, თავარი ლოზუნგები, რითაც რევოლუციას აიარაღებენ. მაგრამ მეორე ის არის, რომ ტყუილს ხალხი იმიტომ არ იღებს, იმიტომ რომ ხალხი ხედავს, რომ რეალური ცხოვრება სხვა არის. ანუ ეკონომიკა წინ მიდის, ქვეყანაში მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს მდგომარეობა ისე, რომ ყველაფერზე უარი თქვას და გამოვიდეს ქუჩაში თუ გინდათ ტყუილი ლოზუნგის მხარდასაჭერად, ოღონდ კი რამე შეიცვალოს. ეს რას ნიშნავს? ანუ ეკონომიკა მუშაობს, ეკონომიკა წინ მიდის. ამიტომ ამ ხალხმა იციან, რომ თუ ეკონომიკის განვითარება არ შეაფერხეს, მათი ამ მავნე მიზნების განხორციელებას პერსპექტივა არ გააჩნია. ამიტომ აი ეს აბსოლუტურად ლიბერალი და უკიდურესი კონსერვატორი დღეს ერთი მიზნით არიან გაერთიანებული, რომ მათი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად საჭიროა ეკონომიკური განვითარების შეფერხება. მარტივად ხალხმა ეგ პენსიებზე ტირილი, იქ ყველაფერზე ტირილი, აი უცბად ითარგმნება, რომ არ გვინდა ინვესტიცია, იმიტომ რომ ხო ვერ იტყვიან, რომ ეკონომიკა რო ჩამოიქცეს ეს მიზანი გვაქვს. ამიტომ მოიფიქრებს, რომ არა, ეხლა რა არის? ეს Eagle Hills არის კერძო კომპანია. ანუ კერძო კომპანია ახორციელებს ინვესტიციას საქართველოში. დეველოპერული პროექტი არის.
რამდენი ასე ვთქვათ, კერძო ინვესტიცია კეთდება საქართველოში დეველოპმენტის, ანუ მშენებლობის მიმართულებით, ხო? ანალოგიური თემაა და სადმე რაიმე ფილტრი არის დაყენებული, რომ კერძო კომპანია რო აშენებს სახლებს, კვარტალს თუ ასე შემდეგ, ყიდულობს იქ სახლს და ბინას ის, ვინც არის მყიდველი მთელი მსოფლიოდან. აი ქართული მიწა გადაეცათ. ანუ ქართული მიწაზე შენდება ეგ ყველაფერი. თუ ქართულ მიწაზე არ ავაშენეთ, მაშინ წავლენ და ააშენებენ სერბულ მიწაზე, ლატვიურ მიწაზე, ინგლისურ მიწაზე და ქართულ მიწაზე არავინ არაფერს არ ააშენებს. არც ეს, არც სახლს, არც არაფერს არავინ არ ააშენებს. იმიტომ ყოველთვის გამოჩნდება ადამიანები, ვინც ამის წინააღმდეგები არიან. მაგალითისათვის, ხო, სხვა მიზნებით, მაგრამ იგივე, ასე ვთქვათ, ანუ ბოლო არა აქვს ესეთ მიდგომებს. მაგალითად, გერმანიაში, ხო, ტესლა აშენებდა და ააშენა კიდევაც საბოლოო ჯამში უზარმაზარი მეგა ქარხანა, რომელიც აი თანამედროვე ელექტრო იმებს აწარმოებს, ხო? იქ მწვანეები და ჩვენ ვიცით ევროპაში მწვანეების საეს მოძრაობა როგორ ხანდახან აბსოლუტურ უკიდურესობაში გადადის. ამ შენებლობის წინააღმდეგი იყვნენ. რატო? იმიტომ რომ იმ ქვიშნარში ცხოვრობენ ისეთი ლოკოკინები და ასე თქვათ რაღაცა ფაუნის ისეთი წარმომადგენლები, ეს ქარხანა ვაშენდება იმ ტერიტორიაზე, ამათი ასე თქვათ ცხოვრება აღარ იქნებაო და იყო დიდი გამოსვლები. ანუ ყოველთვის მოიძებნება ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ამა თუ იმ ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზის გამო ნებისმიერ პროექტს დაუპირისპირდება. ეს არ ნიშნავს, რომ ამიტომ ყველა ესეთ ასე თქვათ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა ხელები დაიბანოს და თქვას არა მე ამას რახან რაღაცა ჯგუფი არ ემხრობა, არ გავაკეთებ. ესე ქვეყანა არ ჩენდება და არც განვითარდება. მადლობა ბატონო ირაკლი, რომ მოხვედით. ირაკლი ქადაგიშვილს უსმენდით საპარლამენტო უმრავლესობიდან და ხაზია მწერალი რეზო მიშველაძე. საღამო მშვიდობისა ბატონო რეზო, მადლობა ჩართვისთვის. გამარჯობა ვახტანგ. ბატონო რეზო, მოწვევისთვის. ტრადიციულად დეკემბერია უკვე მივდივართ წლის ბოლოსკენ და ყოველთვის ჩემს გადაცემაში ხართ ხოლმე წლის ბოლოს წარმოდგენილი და ვაჯამებთ ხოლმე პრაქტიკულად გასულ წელს. ბატონო რეზო, როგორ ფიქრობთ, ყველაზე მეტად რა აფერხებს ჩვენს ქვეყანას? კი ბატონო, მოგახსენებთ ჩემი შეზღუდული ცოდნის პოზიციიდან. ახლა სხვათაშორის დიდი ყურადღება ექცევა და საქართველოში არის გაწევ-გამოწევა და დიდი კამათი რამდენიმე საკითხზე. ამის შესახებ ახლაც კი თქვენს გადაცემაში ძალიან საინტერესოდ იყო საუბარი და უნდა გითხრათ განათლების რეფორმა, საქართველოს დამოკიდებულება ევროპის ქვეყნებთან, ევროკავშირთან და ევროპარლამენტთან ამავე დროს ძალიან საინტერესოა და მსჯელობის საგნად იქცა აი ამ ბოლო დროს BBC-ს სიუჟეტი, სადაც ესე იგი ლაპარაკია იმის შესახებ, რომ სამოქალაქო ომის დროინდელი მომწავლელი ნივთიერება თითქოს გამოიყენა ხელისუფლებამ დემონსტრაციების დარბების დროს. პირველი მსოფლიო ომის დროინდელიო, დიახ. შემდგომ. ახლა ჩემს აზრს მოგახსენებთ. თავდება ეს წელი ჩემო ძვირფასებო, შფოთვარე და ღელვარე წელი, მაგრამ როდის არ იყო შფოთვარე და ღელვარე საქართველოს ცხოვრება, მე 80 გადავშორდი კარგახანია და უნდა გითხრათ, რომ წყნარად და მშვიდად არასოდეს არ მიცხოვრია. ახლა დალხენილი დრო ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ჩემს დამოკიდებულებას გამოვხატავდა ჩემს სურვილს სამომავლოდ საქართველოსთვის. პირველ რიგში რაც შეეხება განათლების რეფორმას, ძალიან დიდი და კარგი საქმეა, რომ
უნივერსიტეტებში სწავლა უფასო იქნება. ასევე მშვენიერია ის გარემოებაც, რომ სპეციალიზებული იქნება უმაღლესი სასწავლებები მკაცრად. დიდებული საქმეა, რომ ბევრი იბრძოლა ამაზე ჩემმა მეგობარმა პროფესორმა გიორგი გოგოლაშვილმა და საქართველოში შემოღებულია ყველა უმაღლეს სასწავლებელში ქართული ენის, მშობლიური ენის და ლიტერატურის სწავლება. ასევე სკოლაში ძალიან საინტერესოა, უნდა გითხრათ, რომ ერთი სახელმძღვანელოთი იქნება სწავლა ყველა საგანს, ექნება თავისი თითო სახელმძღვანელო. ახლა როგორია ეს სახელმძღვანელოები, მე კარგად ვიცი და როგორ საჭიროებს ხელახლა რეფორმას ჩვენი სასკოლო სახელმძღვანელოები, ესე იგი ძალიან გაუბედურებული საქართველოს ნაცხელისუფლების მიერ გვარებს არ ჩამოვთვლი და რომ უნდა გაიწმინდოს ეს სახელმძღვანელოები და ზოგი თავიდან უნდა დაიწეროს და დაბრუნდეს სახელმძღვანელოებში ის ეროვნული ნაწარმოებები, რაიც მოზარდს აღზრდის თავისი ქვეყნის, თავისი სამშობლოს სიყვარულით და შეგნებით იმისა, რომ ის არის ქართველი და არის საქართველოს მოქალაქე და როგორც საქართველოს მოქალაქეს ევალება თავისი ენის, ტერიტორიის და თავისი მიწის დაცვა. მაგრამ ჩემო ვახტანგ არსებობს რამდენიმე მაგრამ, რომელიც არ შეიძლება დავიწყებული იქნას და რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ და ვიკამათოთ. მაგალითად, მე თლად კარგად არ მესმის ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, ერთი უნივერსიტეტი, ერთი ფაკულტეტი, ეს ცოტა უფრო გასარკვევია. არც ის მოდის ჩემამდე, უნდა გითხრა გულწრფელად, რომ ხელაღებით გავაუქმოთ ჩვენ იურიდიული ფაკულტეტები. არ გვჭირდებაო აცხადებს ზოგი მაღალი ეშელონის წარმომადგენელი და ეთყობა თვითონ გონია, რომ ესე იგი საქართველოს მისი პარლამენტში ყოფნით მთავრდება. კაცო, დღეს თუ მოჭარბებულად გვყავს იურისტები, ხვალ შეიძლება დაგვჭირდეს ისინი და როგორ შეიძლება შენ ბავშვს წაართვა არჩევანის სურვილი და უთხრა, აი შენს ქალაქში ერთი ფაკულტეტია, შენს უმაღლეს სასწავლებელში ერთი ფაკულტეტია და გინდა თუ არა ის ტექნიკური დარგი აირჩიეო. ისე ჩვენ შორის დარჩეს ჩემო ვახტანგ და სპეციალისტების ნაკლებობა არც ერთ დარგში არ არის. ეს ტყუილი ნათქვამია, რომ აი ეს სპეციალისტები გვაკლია, ეს კიდევ ძალიან ბევრი გვყავსო. არსად, არც ერთ დაწესებულებაში არ ელიან ახალგაზრდა კაცს. მე 70 წლის გამოცდილება მაქვს უმაღლესი სკოლის მუშაობისა და უნდა გითხრათ, შევნატრი იმ დროს, როდესაც კურს დამთავრებულებს ვანაწილებდით სხვადასხვა უწყებაში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და ეს იყო უნივერსიტეტის ერთი დიდი კომპანია. მიდიოდნენ ახალგაზრდები დიდი ენთუზიაზმით და იწყებდნენ მუშაობას. ახლა მე შეძრწუნებული ვარ, მოდის ჩემთან კურს დამთავრებული სტუდენტი ზოგჯერ და მეუბნება, ბატონო რეზო, სადმე სამსახური ხომარგებულებად დავამთავრე, მე თქვენი სტუდენტი ვიყავი, თუ ვახსოვართ, როგორ არ მახსოვხარ, ხო და ვერსად სამსახური ვერ ვიშოვე უკვე 5 წელია. იცით რა, რეფორმას უმაღლესი სკოლისას თავისი ეკონომიური ბაზა ჭირდება, ჩემო ვახტანგ. ასე ერთი ხელის მოსმით, მოდი უკვე მომავალი წლიდან ამ და ამ უნივერსიტეტებში
მიღება აღარ იქნება იურიდიულ ფაკულტეტზე. ამის განცხადება ძალიან ადვილია, მაგრამ იცით რა, მე ვიყავი რამდენიმე სხვადასხვა უნივერსიტეტში მიწვეული ლექციების საკითხავად და მათ შორის კოლუმბიის უნივერსიტეტში. იქ როგორ იყო, იცით? ბატონო რეზო. იყო უნივერსიტეტის შენობა და ეხლა დავამთავრებ და თქვენ შემდეგ შეკითხვას დაველოდები და უნივერსიტეტის შენობის გვერდზე იყო ჩემო ვახტანგ საერთო საცხოვრებელი. იქ ცხოვრობდნენ არა მარტო სტუდენტები, არამედ ცხოვრობდნენ პროფესორებიც, რომლებიც ცოტა მოშორებით იყვნენ ამ უნივერსიტეტიდან თავისი საცხოვრებლით. სტუდენტი და პროფესორი ერთ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. ჰქონდათ საცურაო აუზი, ჩოგბურთის მოედანი, ჩემო ბატონო ფეხბურთის პატარა მინი მოედანი და იყო ერთიანი საუნივერსიტეტო ცხოვრება. ხანდახან ეზოშიც კი წყდებოდა საუბარი სხვადასხვა სპეციალობაზე და მეცნიერების ზოგიერთ დარგზე. აბა მითხარით ახლა რამდენი საერთო საცხოვრებელი აქვს უმაღლეს სასწავლებელს საქართველოში? სტუდენტი, რომელიც ჩამოსულია სხვადასხვა რაიონიდან, დაქირავებული აქვს ბინა და ღამე ტვირთავად მუშაობს, ან რაიმე სხვა სამუშაოზე რომ თავი ირჩინოს და ფულით გადაიხადოს სწავლისა, შენ რა ნამუსით მოვთხოვო მას და როგორ მოვკიდო ყურში ხელი ჩემს ლექციაზე რატო არ მოხვედი მეთქი? ასე რომ ძალიან კარგი ნაბიჯია რომ სწავლა იქნება უნივერსიტეტში უფასო, მაგრამ ჩვენ ძალიან შორსა ვართ იმ მდგომარეობიდან, რომ სტუდენტებს მივცეთ ეკონომიური საშუალება, სოციალური მდგომარეობა. ბატონო რეზო, სხვა თემებიც მინდა რომ მოვასრო. რომ მათ თავი ნორმალურ სტუდენტებად იგრძნონ. გასაგებია. კიდევ ერთი, არ ფიქრობს იმაზე ხელისუფლება, რომ უამრავი პედაგოგი, რომელიც წლების განმავლობაში ლექტორი, პროფესორი, მასწავლებელი კაბიკებზე ემსახურა ქვეყანას, ახლა უმუშევარი დარჩება. სად წავიდეს იგი? ძვირფასო ხელისუფლებაო, პატივცემულო პარლამენტო, იფიქრეთ იმაზე, რით დაასაქმოთ ეს პროფესორ მასწავლებლები თუ არა. მე უკვე წასული კაცი ვარ და როგორმე ჩემ თავს ვირჩენ, მაგრამ მე რა უთხრა იმ ჩემს დოქტორანტს, რომელიც ახლა მივიღე და უთხარი, თუ კარგად იმუშავებ, გაგზრდი, ჩემს ადგილზე დაგტოვებ და ჩემს ლექციებს მოგცემ მეთქი. ხომ ტყუილი გამომივიდა მე მასთან. უქმდება ფაკულტეტი, რომელზეც მუშაობ. გამოაცხადეს ყველგან იურიდიული და საერთაშორისო და ჰუმანიტარული ფაკულტეტები არ იქნებაო. განა ეს სამართალია, ჩემო ვახტანგ? არ არის სამართალი. გასაგებია, ბატონო რეზო, თქვენ შეეხეთ იმ თემას, რომელზედაც ბოლო დღეებში ჩვენ გვესმის ოპოზიციისგან თუ არასამთავრობო სექტორისგან. ბატონო, ან მე არ მივარგა ყური? ხო. გესმით ბატონო რეზო ახლა? ხო. გესმით. კი ბატონო, გზავნე. პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებული ეს ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს აი ამ აქციებზეო, თქვენ იცით ოპოზიციის მხრიდან ეს ბრალდებები და არასამთავრობო სექტორის მხრიდან. თქვენ რას ფიქრობთ ბატონო რეზო? ხო. იცით რა შეა საქმე? ჯერ ერთი იმაზე უნდა ვთქვა, ორიოდე სიტყვა, რომ აი ამერიკის ახლანდელი განცხადება ჩვენ არ დავაფინანსებთ კერძო სექტორებს, სამოქალაქო სექტორებს და დავაფინანსებთ პირდაპირ სახელმწიფოსო. ეს ძალიან სწორი პოზიციაა. მე და შენ ხო კარგად ვიცით, ჩემო ვახტანგ, რას ხმარდებოდა იმ სამოქალაქო სექტორში ფარული არხებით და სხვადასხვა გზებით შემოსული ფული და
ქალბატონი სოფო ხერგუანი რომ ბრძანებდა ეხლა რომ არის გაჭირვებული ხალხი აი მაგალითად 5 შვილის დედაო ახლა ასეთ მდგომარეობაში გარდაიცვალაო სახელმწიფომ კეთილი უნდა ინებოს და როცა მის ჯიბეში შევა ის ფული რომელიც აქამდე რევოლუციებს ჭყალებში და უსაქმო უსაგნო დემონსტრაციებს ხმარდებოდა მოახმაროს ხალხს მოახმაროს ავადმყოფებს მოახმაროს ობლებს და ამით გადაარჩინოს საქართველო ახლა რაც შეეხება აი ამ BBC-ს სიუჟეტს უნდა გითხრათ რომ ესე იგი ძალიან გვიან გაახსენდა ოპოზიციას ჩვენი ოპოზიცია ხანდახან ცეცხლზე ნავს ასხამს თითქოს საქართველოს პრობლემები არ ყოფნიდეს ახალ პრობლემებს გამოიგონებს აბა ვიღუბებით თურმე 2024 წელს მოუწამლი ვართ ხელისუფლებას თანაც 100 წლის წინანდელი შხამი დაუფრქვევიაო და გამოჩნდნენ პაციენტები ერთი არ გამიკვირდა კაცო მე ვიყავი სხვათა შორის დემონსტრაციაზე და იმის შემდეგ მარცხენა თვალი მიპარპალებსო ხო და რაღაცა ცერათითი არ მუშაობს კარგათო კარგი რა ჩემო ძვირფასებო ქათამა წყალი დალია და ღმერთს შეხედაო რა სიტყვებით რა შხამი რომელი შხამი ხო მოხდა გამოძიება და თუ ეს გამოძიება საკმარისი არ არის დათანხმდი შენს ძვირფასო ხელისუფლებაო დათანხმდი და ჩამოვიდნენ გამომძიებლები უცხო ქვეყნიდან ნახონ მართლა გაიფრქვა თუ არა ჰაერში შხამი და ის მოწამვლა თუ არ არის დასავლეთის მიერ ჩატარებული მოწამვლა არიქა როგორმე დაამხვეთ ხელისუფლება დაამხვეთ თქვენი ხელისუფლებაო ესეც შხამია სხვათა შორის ოღონდ დასავლეთიდან მოწვდილი საქართველოში და მადლობა ღმერთს რომ ტრამპი ამას კარგად მიხვდა და გამოაცხადა დავაფინანსებთ სახელმწიფოებს პირდაპირ და ქვეყანას მოახმაროს ხელისუფალმა ჩვენს მიერ გაწეული დახმარებაო ეხლა ძალიან ხო არ გადავაჭარბეთ მე და შენ რასთან ლაპარაკ ფინალისკენ მივდივართ ბატონო რეზო პრაქტიკულად ხომ არ გითხრა 2 წუთი დაგვრჩა პრაქტიკულად და მინდა ბატონო რეზო თქვენი პროგნოზები ამართლებს ხოლმე რას ელოდებით უკვე 2026 წელს ქვეყანაში როგორ განვითარდება ეს პროცესები კი ბატონო მოგახსენებთ ჩემს აზრს და ჩემს სურვილს დიახ საქმე ის გახლავთ რომ პირველი მეოთხედი 2025 წლისა გავიარეთ თქვენ ღმერთმა კარგად გამყოფოთ ყველანი და მე რეზო მიშველაძეს რა თქმა უნდა დათვლილი დღეები დამრჩა მაგრამ შეიძლება არც ისე დათვლილი რომ ჩემი რამდენიმე სურვილი არ უთხრა ქვეყანას აი რაშია საქმე დაიკარგა საქართველოში აი ასეთი სიტყვები ჩემის აზრით მე ამ საქმის სპეციალისტი არა ვარ მე შეიძლება ვცდებოდე დიდ ბოდიშს ვიხდი ჩემი მოგზალებული აზრი ასეთია ეს სიტყვები აღარ არსებობს ყველაფერი იცის დღეს საქართველოში და რო შეეკამათო ადამიანს შეიძლება ყურზე გიკვინოს ან თვალი ამოგთხაროს ვის ასწავლი შენ ჭკუასო მე ეს ყველაფერი კარგად ვიციო ახლა ხან წავიკითხე კარგი მწერლის ზა ნემსაძის მშვენიერი მოთხრობა ფანტასტიკური მოთხრობაა და აი ასეთი ამბავია ორი სიტყვით გეტყვის ექიმმა გაიღვიძა დილით და მას ასეთი უნარები გაუჩნდა
იცის ვინ როდის მოკვდება, იცის ყველა ვისაც შეხედავს რითია დაავადებული, შეუძლია მკვდარიც გააცოცხლოს, შეიძლება დაბრუნდეს რომელ საუკუნეშიც თვითონ უნდა თქვათ 500 წლით ტიკეთ და თქვენ როგორ ფიქრობთ ბედნიერება ვერ მოუტანა მან ხალხს საზოგადოებას ამ ცოდნით ღმერთი ჩვენ იმდენს გვაძლევს ცოდნას შეიძლება რამდენიც საჭიროა ან რამდენიც მიღწევაც ჩვენი მეცნიერული ძიებით ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში შეგვიძლია ამიტომ ზედმეც ნუ ავიღებთ ჩვენ თავზე მამაჩემს აქვს ცხონება რუსთაველი ბრძანებს რაცა ვისრა ბედმან მისცეს დასჯერდეს და მას უბრალოდესო რას შეეხება ჩემ საქართველოს მე არ მგონია რომ ჩვენ ჩიხში შევედით ისიც კი რასაც არაბიზაცია ქვია მე უნდა შევხედო მას კრიტიკული თვალით ოღონდ ისე არა როგორც რადიკალური ოპოზიცია ბატონო რეზო ძალიან მოკლედ რა ბატონო რეზო რამ კი აუცილებლად უნდა ითქვას ჩემო ძვირფასო მეგობრებო ქართული მიწის არც ერთი გოჯის გაყიდვა არ შეიძლება მიწა რომელზეც ჩვენ ცხოვრობთ ახლა ეს ეკუთვნის ჩვენს წინაპარს რომელმაც სისხლით მოიტანა საქართველოს ჩვენამდე და ეკუთვნის მომავალ თაობას 500 წლის მერე რომ დაიბადება იმ ქართველს ამიტომ რა უფლება გაქვს შენ დღევანდელო ხელისუფალო დღევანდელო მოქალაქე რომ მომავალ საქართველოს მიწა გაუყიდო მიწა მარტო ტერიტორია და მიწა კი არ არის იყიდება მიწასთან ერთად ის მდინარე რომელიც მიწაზე ჩამოდის ის ტყე ის ფლორა ის ფაუნა ის ცაც იყიდება და ის შველი და ის კურდღელი რაც არასოდეს არ დაბრუნდება ის შენი არასოდეს დიდი ისტორიული კატაკლიზმა უნდა მოხდეს რომ ქვეყანამ გაყიდული მიწა დაიბრუნოს ამიტომ მამაჩემს აქვს ცხონება არ იყიდება ბატონო რეზო ეს მიწაო ხო მოვისმენთ ხელისუფლების მხრიდან ინვესტიცია იდება არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიყიდოს და კიდევ ერთი რაც უნდა ვთქვა ხო ძვირფასო ხელისუფლებაო მე გაფუჭებული გრამაფონით ვიმეორებ ამას აუცილებლად პარლამენტმა მიიღოს კანონი 2026 წელს მაინც ახლა ამ წელს რაღა მოესწრება მოქალაქის საბუთებში ეროვნული გრაფის დაბრუნების შესახებ ქართველს ქართველი უნდა ჩაეწეროს მადლობა ბატონო რეზო ქართველი ერთადერთი ქვეყანაა საქართველო რომელსაც საბუთებში ეროვნება ქართველი არ უწერია ბატონო რეზო ჩართვა გაგვეთიშება თამამად ვაჟკაცურად ადამიანებთან კომუნიკაციით ხალხთან ახლოს მისვლით განაგრძე ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობა და ქალაქის მერო მე შენ უკვე მოგწერე ძვირფასო კახა რომ რუსთაველის პროსპექტზე აუცილებლად უნდა გაიხსნას რუსთაველის სახლი რუსარი ჩემი საახალწლო სურვილი და გილოცავთ მოახლოებულ ახალ წელს თქვენც ასევე ბატონო რეზო ჯანმრთელობას გისურვებთ პირველ რიგში ბატონო რეზო მიშველაძეს უსმედით თქვენ ცნობილ ქართველ მწერალს ოთხშაბათ შეხვდებით დახმარებას